სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. გრიგოლ ხანძთელის ხსენება იყო რამდენიმე დღის წინ და მინდა რომ დღევანდელი საუბარი შეიძლება შემდგომიც ამ დიდ წმინდანს მიუძღვნათ. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის უაღრესად აქტუალურია ეს წმინდანი, მისი ცხოვრების წესი, მისი სწავლებანი, ისიც არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წელი დაკარგული იყო ჩვენთვის, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში აღმოჩენილი იქნა მისი ცხოვრება და ბოლომდე ალბათ ვფიქრობ შესწავლილიც არ არის ჯერ. და სწორედ იმ დროს გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ეს დიდი წმინდანი, როდესაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საჭიროება დადგა, რომ ეს წმინდანი ძალიან ძლავრად შემოსულიყო ჩვენს ყოველდღიურობაში, აქცენტირებას ვაკეთებ, განსაკუთრებულად რა თქმა უნდა გულისხმობ ქრისტიანებს, სულიერად მაცხოვრებელ ადამიანებს, რამე თუ სამწუხაროდ ერის ადამიანებს ვერ ესმით თუ ვინ იყო გრიგოლ ხანძთელი. ინტუიციურად ყველა ქართველს ესმის, ინტუიციურად ყველა ქართველი აღიარებს, რომ არა ის, ჩვენ არ ვიქნებოდი დღეს ისინი ვინც ვართ, მაგრამ ეს რაში ვლინდება და ჩემთვის რა სამაგალითოა, ამას ნაკლებად ვაცნობიერებთ. ქრისტიანობას მრავალი საფრთხე ემუქრება ადამიანის თავისუფლებიდან გამომდინარე. ანუ იმას, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენ გვიჩვენა ჭეშმარიტი გზა ადამიანის მარადიული სიცოცხლეში შესაყვანად, აი ამ ყველაფერს ადამიანის თავისუფლების გამო, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა აირჩიოს იგი, ადამიანის არჩევა უნდა გახდეს ეს, ამას საფრთხე ემუქრება. ეს საფრთხე ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, ცოდვის გამო, რომ ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკილია, სიამაყე, ეგოიზმი, ხორციელი მიდრეკილებები, ვნებები, სულიერი დემონური მდგომარეობა იმდენად ადვილად ამარცხებს ადამიანს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელიც კი არის თუ მართლა ღმერთი არ დაგვეხმარა, მაგრამ იგი ანუ უღმერთობა ის რაც ხელს გვიშლის, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, ძალიან ხშირად ინიღბება სხვადასხვა სიკეთეებით. და ერთ-ერთი სიკეთე, რითაც ის ინიღბება, ეს არის პატრიოტიზმი, სამშობლო, საკუთარი გვარტომობის სიყვარული, საკუთარი გენეტიკური კოდის სიყვარული და ასე შემდეგ. და ამის მაგალითები ახლა თქვენ ძალიან კარგად იცით, თუ რას იწვევს უღმერთო პატრიოტიზმი, ამის სოფლიოში თუნდაც მე-20 საუკუნეში ამის ჯოჯოხეთური მაგალითები არსებობს. როგორ დგება პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრიობა, ქრისტეზე მაღლა, ეკლესიის მაღლა და რა მსხვერპლი მოყვება ამას. ეს მეტნაკლებად ჩვენ ვფიქრობ გაცნობიერებული გვაქვს, იმედია გვიფიქრია ამაზე, ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს და არასოდეს დავივიწყოთ, მაგრამ ეს ახალი რამ არ არის. დღესაც ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში მე დავითენებ აღმოგვიკითხა, თუ როგორ ებრძვიან პავლე მოციქულს ისინი, რომელთათვისაც გარეგანი სჯული და წესი, მათ შორის იმდროინდელი რელიგიურ-ნაციონალური, ანუ იუდაური, როგორ წინ დგება ქრისტეზე მაღლა თვით ქრისტიანებში და რას უწოდებს პავლე მოციქული ასეთ ადამიანებს, გახსოვთ როგორ ეუბნება ტიმოთეს, ერიდე მაგ ძაღლებს. ისე მხერხულია ხო მოციქულისგან ესეთი გამონათქვა. მაგრამ პავლეს ეპატიება ბჭყალებში თქვათ ეს სიტყვა, იმიტომ რომ იგივე პავლე მზად არის საკუთარი თავი ჯოჯოხეთისთვის გაწიროს, ოღონდ მისი ერი გადარჩეს. მაგრამ აქ არის ზუსტად პრობლემა, რომ ვინ რას გულისხმობს ერის გადარჩენაში, გესმით რაშია საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია. და ის, როდესაც გარეგანი ხდება დომინანტი, მაშინ პავლე მოციქული აი იმ სიტყვით ამკობს, რა სიტყვაც წეღან ვახსენეთ და ეს ერთი მაგალითი, თორე ამის არა მაგალითები ეკლესიის ისტორიაში ძალიან ბევრია. ხოლო გრიგოლ ხანძთელმა მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნამ, როგორც მრავალგზის, ახლაც მრავალგზის უნდა დამდგარიყო კიდევ და ახლაც ასე დგას, როცა ქართველ კაცს ხან ფიზიკური მოსპობა ემუქრებოდა და ხან მენტალური და ვერ ქონდა განცდა საკუთარი იდენტობისა, ეს რას ნიშნავს, შეახსენა მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე, რომ საქართველო იქ არის
ის არის და ისინი არიან, ეხლა მე პერიფრაზირებას ვაკეთებ და ვამატებ რაღაც სიტყვებს, შინაარს გადმოვცემ, თუმცა ეს სიტყვების, რაც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში გიორგი მერჩულის მიერ ეს სიტყვები არსებობს, ეს ყველა ქართველმა მე ვფიქრობ ზეპირად იცის. საქართველო იქ არის, ისინი არიან ქართველები. ის არის საქართველო როგორც ასეთი, სადაც ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღევლინების. ანუ ღმერთთან ყოველი საუბარი თუ ქართულ ენაზე მიმდინარეობს, სადაც ქართულ ენაზე მიმდინარეობს, რომელიც დიდებულია თავისი ყველაფრით შეიძლება ასე ითქვას და სადაც ჟამი შეიწირვის, ანუ რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, ხო? ეს არის ევქარისტიული მსახურება. საქართველო არის იქ. და სადაც ჟამი არ შეიწირვის, სადაც ღმერთთან საუბარი ქართულ ენაზე არ მიმდინარეობს, იქ არის თუ არა საქართველო. ყველამ თვითონ გასცეს პასუხი ამ კითხვაზე. აი თქვა თეოდორეს შეიძლება ეშლება, მაგრამ ესე თქვა გიორგი მერჩულემ, ესე ფიქრობდა გრიგოლ ხანძთელი, ესე ფიქრობდნენ წმინდანები. ამიტომ თუ ვიღაცა ჩემს სიტყვას არ დაეთანხმება, დაე გრიგოლ ხანძთელთან და გიორგი მერჩულესთან ერთად არ დაეთანხმოთ ჩემს სიტყვებს. ეხლა აქ დავაპაუზებ ცოტა ხანი ამ თემას და მე მინდა რომ ადგილი დავუთმო პავლე მოციქულის შემდეგ სიტყვებს. ეს სიტყვები თქვენ იცით, იმიტომ რომ ძალიან ბერგზის გვისაუბრია ამ სიტყვების გარშემო. ამ სიტყვების გარშემო ლექციებიც ყოფილა ჩვენგან, ქადაგებებიც, ახლაც იგივეს გავიმეორებ. ჩემდა სამწუხაროდ მუდმივად, თითქმის ყოველ დღე ვაწყდები ადამიანებს. გულისხმობ იმათ, ვისაც უყვარს ეკლესია, ვისაც უყვარს სამშობლო. მუდმივად ვაწყდები ადამიანებს, რომლებსაც არაფრით არ ესმით რა არის ქრისტიანობა. ვაწყდები მაგალითებს, როცა მე მათ უხსნი და უღეჭავ ხანდახან, როდესაც ვცდილობ, რომ გავაგებინო ქრისტიანობის არსი, აღმოჩნდება, რომ ზოგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. და ეს მე უბრალოდ არა მარტო მანც ვიფრებს, არამედ ესე იგი შოკულ მდგომარეობაში ვამყოფებს, რომ რა გვეშველება და რა უნდა ვქნათ. როცა კარგს არ ესმის, აი როგორც პეტრე მოციქული ამბობს, თუ არ ვცდები, თუ მართალიც ძნელად გადარჩება, მართალიც საშნელ სამჯაროზე. ცოდვის აღა ეშველება. აი მე რა მეშველება მაგალითად, თუ მართალიც ძნელად გადარჩება. ამას მოციქული ამბობს ამას, გესმით? არ შეიძლება მოციქულის სიტყვების რევიზია დავიწყოთ. თუ ჩვენ მოციქულის სიტყვების რევიზიას დავიწყებთ, თუ ჩვენ დავიწყებთ, მე ამას მოყვება ქრისტეს სიტყვების რევიზია და საერთოდ აბსოლუტურ უნდობლობაში აღმოჩნდებით. გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გქონდეს რისიც გვწამს იმის მაინც გჯეროდეს. ხო? იმას მაინც ვენდობოდოთ. იქ მაინც არ იყოს ეჭვი, რისი რწმენაც ჩვენ დეკლარირებულად განცხადებული გვაქვს. ხო, მაგრამ აი ასეა თუ ისია, ეს სერიოზული პრობლემაა და ეს პრობლემა არის აი ამ სიტყვების, არა მარტო ამ სიტყვების, თლიანად წმინდა წერილის, თლიანად გამოცხადების, მაგრამ მათ შორის ამ სიტყვების ვერ გაგებაში. მომენდო რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, პავლე მოციქული ამბობს, რომ მას მიენდო ეს საქმე, მისიონერული საქმე, რათა აღასრულოს ღვთის სიტყვა, რა სიტყვა? საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან, თაობათა დასაბამიდან. ანუ მარადიულად მოდის ეს საიდუმლო. ანუ ღმერთი სამყაროს რო ქმნის იმისათვის, რომ ეს საიდუმლო რეალიზდეს. ქმნილ სამყაროში. ქმნილებაში რეალიზდეს. ხოლო აწ განცხადებულია ეს საიდუმლო მის წმინდათათვის, ღმერთის წმინდანებისათვის. ვინ არიან ღმერთის წმინდანები? ესენი არიან ახალი აღთქმის მოქალაქენი. ვინ არიან ახალი აღთქმის მოქალაქენი? ესენი არიან ქრისტეს ღმერთობის მორწმუნენი. ვინ არიან ქრისტეს ღმერთობის მორწმუნენი? ისინი ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი არიან. ვინ არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი? ისინი ვინც ცოცხალნი არიან. ვინ არიან ცოცხალი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნი, ვინც გაცნობიერებულად ქრისტიანები არიან. და არა ისე, რომ მოინათლენ ნომინალურად ეკლესიის წევრებად ითვლებიან უსიცოცხლო ნაყოფი. ნაყოფი უსიცოცხლო შეიძლება იყოს, გესმით? ცოცხალი ნაყოფი როდესაც არის. აი ესენი გაცნობიერებულად როცა არიან ქრისტიანები. და ესენი არიან წმინდანები. არა თავისთავად,
არამედ იმის გამო, რომ გაცნობიერებულობიდან გამომდინარე ცდილობენ ღვთისნებით იცხოვრონ. და სადაც ღვთისნება იწყებს დომინირებას, ეს ადამიანი ღვთისნების გამო ხდება წმინდანი და არა საკუთარი თავიდან გამომდინარე. და განცხადებული მის წმინდათათვის და რა საიდუმლოა ეს, რაც თქვენ ბევრჯერ მოგისმენიათ, ესაა ქრისტე თქვენში. ქრისტე, ვინ არის ქრისტე? ქრისტე არის შემოქმედი სამყაროსი. ქრისტე არის გალაქტიკების შემოქმედი. ის, ვინც შექმნა სამყარო, მთელი ეს უკიდეგანო სამყარო და ის, ვინც შვა მარიამმა და ძუძუს აჭმევდა და ზდიდა და აცმევდა პატარას, ის, ვინც შექმნა სამყარო და ეს პატარა, ეს ერთ და იგივე პიროვნებაა. ერთი და იგივე პიროვნებაა, მას ქვია ძე ღვთისა, რომელიც ორი ბუნებით, ღვთაებრივით და ადამიანურით ავლენს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი წმენა. ეს კონკრეტულად ეს სიტყვები კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეა. და აი აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ესეთი რამე ვთქვათ, რომ სამყაროში არსებული ღირებულებების რა ღირებულებებით სამყაროში არსებობს. ჩვენ ადამიანი ხა ცხოველი ღირებულებას ცხოველს არ შეუძლია, ხო, ეს განყენებული, აბსტრაქტული, ანალიტიკური და აღარ ვლაპარაკობ სხვა ტიპის აზროვნებას. ცხოველი მოქმედებს, მშია მწყვრია, თავი გადავირჩინო და ზოგჯერ შემთხვევაში ისე კარგად მოქმედებს, ადამიანის ვერ ახერხებს, მაგრამ აი ეს არ შეუძლია და ეს მხოლოდ ადამიანს შეუძლია და ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა გაარჩიოს რა არის სწორი და რა არ არის სწორი, რა არის კეთილი, რა არის ბოროტი და ასე შემდეგ. ესე იგი ღირებულებებს გამოარჩევს ადამიანი და შესაბამისად ის ცხოვრობს. და ღირებულებები სამყაროში, რას ღირებულებებზე ვსაუბრობთ ჩვენ? ეს არის სიყვარულის, პიროვნულობის, მოაზროვნეობის, თავისუფლების და ტრანსცენდენტული ცოცხალი ყოფიერების მჭვრეტელი, ასე იგი ამ ღირებულებების და თვით აი ტრანსცენდენტული ცოცხალი ყოფიერების მჭვრეტელი ადგილი და სამკვიდრებელი არის ადამიანის გული. ღირებულებების და ჭვრეტელობის უნარის მქონე და ეს ყველაფერი არის ადამიანის გული. ანუ რა არის გული? ჩვენ ხშირად ვამბობთ, ეს არის ადამიანის შინაგანი მისტიკური სამყარო. ანატომიურად დაახლოებით წმინდა მამების გამოცდილებით და რა თქმა უნდა უფლის გამოცხადებიდან გამომდინარე ყოველი ადამიანის გულთან რო რეგს დაახლოებით ეს არის ანატომიური გულის ზედანაწილი. ხშირად ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ შენ გაჩხრიკო და გაჭრა და ჩახვიდე რამეს იპოვი. ვერაფერს ვერ იპოვი, იმიტომ რომ ეს საიდუმლოებრივი ადგილია. ანუ რას ნიშნავს საიდუმლოებრივი ადგილი? ხორციელი თვალით, ხორციელი შეხებით ვერ მოიპოვება. ის განიცდება რაღაცნაირად, უცნაურად, არაბიოლოგიურად, მაგრამ ამავე დროს ბიოლოგიურადაც ოღონდ გონება მიუწნობელად. აი რაღაც ესეთია. ამიტომ ქვია მას მისტიკური, ანუ საიდუმლო ადგილი. და ეს არის ადამიანის გული, შინაგანი სამყარო. ამით არის ადამიანი. ამით არის ადამიანი უმაღლესი ქმნილება. და ეს ყველაფერი მთელი სისრულით მხოლოდ ხო, ეხლა ადამიანი ტყვის ეს ყველაფერი კაია, მაგრამ მე რო არ ამაქვს და რაღაც ვერ განვიცდი, ჩემ გულში მხოლოდ ვნებები და ემოციები რო არის, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ის პოტენციაში არსებობს და ის რეალიზდება მხოლოდ ქრისტიანობაში. და ის რეალიზდება როგორც ზეცა და როგორც სამოთხე თითოეულ ჩვენგანში. სანამ ჯერ კიდე ხორცი ვართ. აღარ ვლაპარაკობთ, რომ გარდავიცვლებით, მე აღმოჩნდებით იქ, რომელიც ჩვენ გულში რეალიზებულია, უკვე რეალიზებულია. ჯერ ის უნდა რეალიზდეს შენში და მე შენ მასში გადახვალ, ეს არის გამავალი, აი ეს რაღაც ესეთი გამავალი მისტიკური გვირაბებით შეიძლება ასე ვთქვათ, მარადისობაში. აი ეს არის. ეხლა კითხვა ჩდება, რომ თუ ადამიანს ეს პოტენცია აქვს, რატომ ვლინდება ეს მაინდამაინც ქრისტიანობაში, ასე ვთქვით ჩვენ, ქრისტიანობაში. რა არის ამის მიზეზი? ეხლა ეს საუბარი არ არის აბსტრაქტული საუბარი. ეს არის საუბარი, რომლითაც
კიდევ ერთხელ მინდა ჩემ თავს უთხრა და უფრო სიღრმისეულად გავაგებინო და უფრო მეტად დაკავდეს ჩემი არსება ამითი, რაზეც ახლა მე ვლაპარაკობ, რომ არასოდეს ეს არ დამავიწყდეს. ძალიან ხშირად თქვენ გიმეორებთ იმას, რაც თქვენ იცით. მე მახსოვს, რა გითხარით წინაზეც, იმის წინაზეც, წლების იქით, მაგრამ იმას გიმეორებთ. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში ამას მე საკუთარ თავს ვუმეორებ და თქვენს გიმეორებთ იმიტომ, რომ ადამიანი მიდრეკილია დავიწყებისკენ. აი თქვენ დააკვირდით, რამდენჯერ გაგიგონიათ ის, რაც თქვენ იცით, გაგიგონიათ ბევრჯერ, მაგრამ მას ცხოველს ყოფილი ძალა ქონია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაგახსენდათ და კიდევ ერთხელ შეუდექით იმ გზას, რომლის გზისაცაც თქვენ მოწოდებული ხართ. იმიტომ რომ ადამიანი ივიწყებს არსობრივად ივიწყებს, გესმით? არა იმდენად მენტალურად, რამდენადაც არსობრივად. და ესაც რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, თქვენ ეს იცით, ახალს არაფერს არ ვამბობ. მიხარია რომ ახალს არაფერს არ გეუბნებით. მიხარია თქვენ ეს იცით, მაგრამ ჩემ თავზე, ჩემი თავიდან გამომდინარე ვასწვნე, რომ რადგან მე ვიცი, მაგრამ ვივიწყებ, სასარგებლოა თქვენთვის ამის გახსენება. და ეს პირდაპირ ეს საუბარი, პირდაპირ კავშირშია სწორედ იმ პავლე მოციქულის იმ სიტყვებთან, რომელიც დასაწყისში წაგიკითხეთ და პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც თავიდან ვთქვი, რომ ადამიანებს, კეთილ ადამიანებს, ღირსეულ ადამიანებს უჭირთ ქრისტიანობის გაგება. ვერაფრით ვერ იგებენ ქრისტიანობა რას ნიშნავს. და შესაბამისად გამოვალ მდგომარეობაში არიან როგორც პიროვნულად, ისე თუ ძალაუფლების მქონენი არიან იმისათვისაც გამოვალ მდგომარეობაში არიან, რომ სამშობლოს, რომელიც დიდი ეკლესიაა და ეკლესიას, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შვილებრივი თანადგომა გამოუჩინონ, შვილებრივად გვერდში დაუდგნენ. ეკლესიას შენი დახმარება არ ჭირდება, მაგრამ ეკლესიას როგორც დედას შენგან შვილებრივი თანადგომა შეიძლება ესაჭიროებოდეს შენივე გადარჩენისათვის, რადგან ჩვენი სამშობლო ეკლესიაა და ზოგს ეს არ ესმის და ეს ნიშნავს, რომ ეკლესია ხო შენობა არ არის, ტაძარი ხო არ არის, ტაძარი ეკლესიის ადგილია და სადაც ეკლესიად ვრეალიზდებთ, ტაძარი არის ადგილი, სადაც ვრეალიზდებით ეკლესიად, ანუ ვეზიარებით, მაგრამ ეკლესია არის მონათრული ადამიანების ერთობა და საქართველოს ახლა ხო ეგ არის მონათრული ადამიანების ერთობა. საქართველოში ხო მაინდა-მაინც მიწას არ ვთვლით, ხო, როგორც ადამიანი არ არის ტრანსაცმელი, ისე საქართველოს არ არის ზღვა და მიწა და მთა. საქართველოს ადამიანები არიან უპირველეს ყოვლისა და ეს ადამიანები მონათრულები არიან, ისინი ნომინალური წევრები არიან ეკლესიის. ამიტომაც ჩვენ როდესაც საუბრობთ ამ თემაზე, როცა ვამბობთ, რომ არ ესმით იმათ, ვისაც ხელეწიფება შვილებრივად გვერდში დგომა ეკლესიისათვის, იმიტომ ვერ ახერხებენ ამას, რომ არ ესმით ეკლესიის არსი. ხო და ჩვენ სამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ და პერიოდულად ვახსენოთ და უმეოროთ საკუთარ თავს. მიზეზი, რატომ ქრისტიანობა, რატომ ვლინდება ქრისტიანობაში ეს საიდუმლოება, რომ ჩვენი გული, როგორც მისტიკური სიღრმე, არის ყველა ღირებულებების და მთავარი ღირებულების მათ შორის ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან, ანუ ღმერთთან კავშირის შესაძლებლობა და ადგილი. რატომ არის ეს ადამიანური გული და რატომ ვლინდება ეს, რატომ იხსნება ეს პოტენცია, ყველა ადამიანი ხო ერთ და იგივეა, მაგრამ ეს პოტენცია რატომ მაინდა-მაინც ქრისტიანებში იხსნება? ამის მიზეზი რა არის? და ამის მიზეზი ისევ გამოცხადებით სიტყვებით გეტყვით, არის ის, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცით. გახსოვთ ეს პავლე მოციქულის სიტყვები. ღმერთი გამოჩნდა ხორცით. ღმერთმა თავისთავად გამოავლინა ხორციელად. ღმერთი დავინახეთ ხორცი იგულისხმება არა ხორცი მარტო ადამიანური ბუნება იგულისხმება ამ შემთხვევაში. აი ადამიანი თავისი ხორცით, სულით, ნერვული სისტემით, გონიერებით, ნებელობით, აი ყველაფერი ადამიანი გარდა პიროვნულობისა, იმიტომ რომ პიროვნება ერთია, ესე იგი ღმერთი და ადამიანი ერთი პიროვნებით არიან მოცულნი, რომელიც არის ძეღმერთი და გარდა ცოდვისა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება ცოდვას არ ჩადის. მაგრამ დანარჩენი ყველაფრით ჩვენერია და როცა ჩვენ ამბობთ, რომ ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ესე იგი ქრისტეს ადამიანური ხორცით გამოვლინდა ღმერთი. სახარებაში ჩვენ ამას მრავალგზის ხედავთ, მაგალითად პირდაპირ გაგებით ღმერთი როცა ვლინდება ხორცით, ეს კარგად ჩანს თაბორის მთაზე, როცა ფერისცვალება ხდება და როცა გამოანათებს მასში ღმერთი და ეს ხდება დასანახავი ვიზუალიზაციაც კი ხდება, ხო, მოციქულების მიერ, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში, როდესაც წყალზე დადის, როდესაც სტიქიებს დააცხრობს, როდესაც 4 დღის მკვდარს აღადგენს, როდესაც დაბადებიდან ბრმას განკურნავს, როდესაც ეტყვის ნათანაელს სანამ ფილიპე გიხმობდა ლეღვის ქვეშ
გიხილემე რა უთხრა ახლა ესეთ ხო ლეს ანამ ფილიპე გიხმობდა მანამდე ლეღვის ქვეშ გიხილე და დაემხობა ნათანაელი და ფალეჩემი და ღმერთი ჩემი ანუ იმის თქვა მინდა რომ ხან სიტყვაში ხან ქმედებაში ხან საქმეში ხან გამონათებაში მუდმივად ავლენს იესო ქრისტე ხორციელად რომ ღმერთია ხორცია მაგრამ ღმერთია ამას მუდმივად ავლენს ანუ ადამიანის ხორცმა ქრისტეში ახალი თვისება შეიძინა რომ მას შეუძლია იყოს ღმერთთან და თან ქრისტეში ეს მოხდა არა უბრალოდ იმით რომ ღმერთი ადამიანშია არამედ შეერთება მოხდა ანუ ერთ და იგივე პიროვნებაა ის ვინც დაიბადა და ის ვინც შექმნა მთელი სამყარო ეს ერთ და იგივე პიროვნებაა ეს უმწვერვალესი შეერთება მოხდა ასე ქვია საღვთისმეტყველო ენაზე და მიზეზი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმისა რომ ადამიანის შინაგანი სამყარო რეალიზდება იხსნება და ხდება ისეთი როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა და ღმერთის საუკუნეთა უწინარეს ცნობიერებაში ხსოვნაში არსებული საიდუმლოება რეალიზდება მხოლოდ ქრისტიანში სხვაში არავისში ამის მიზეზი არის ის რომ ჩვენ გვწამს რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ქრისტიანები ვართ მაშინ როცა ჩვენ იგი ვირწმუნეთ როცა ჩვენ იგი დავინახეთ როცა ჩვენ მისი ორგანული ნაწილნი გავხდით მე ვფიქრობ დღეს ამით დავასრულებთ საუბარს და შემდეგზე გავაგრძელებთ და ესე ნელ-ნელა აღმოვაჩენთ დავინახავთ თუ გრიგოლ ხანძთელის სახით ვისთანა გვაქვს ჩვენ საქმე ჩვენ რაზეც საუბრობთ ასეც ახლა საუბრობთ ეს ყველაფერი სრული სისავსით იმაზე მეტად რომ წარმოუდგენელია და მე სხვაგან არც კი წამიკითხავს ეს ყველაფერი რეალიზებული იყო ამ დიდებულ ქართველ წმინდანში რომლის არსებობაც არის მიზეზი, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენი დღესა ყოფნისა და ქრისტიანულად ჩვენი ყოფიერებისა და არსებობის. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.